გიორგის ვაძებ ღამბაში წეს. არ ვიყის. გაიგეთ ამბავი სუსიდან რომ გამოუშვიათ. წამოსული რო არის რაღაცა კი ეგ როდის? გარკვეული პერიოდია. თქვენი მოულოდნელი გადაყენების ამბავზე ვართ მოსულებით. სურველი კადრი აღარ იყავით პროკურატურის რაც ლილუაშვილი გაუშვეს. რა შეაწერა ქალბატონი ალექსი ბატიაშვილის თანამდებობა? ეს არ მოუნდა მინისტრი და მიიყვრე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წმენდა ახალი შეფის დანიშვნის შემდეგ დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა. სუსიდან ერთმანეთის მიყოლებით უშვებენ იმ მაღალი თანამდებობის პირებს, ვინც ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის კადრად ითვლებოდა. ერთ-ერთი ბოლო, ვინც პოსტს დაემშვიდობა, სუსის გავლენიანი მაღალჩინოსნის გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. ახლა გიორგი ღამბაშიძის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო პროდუქციით ვაჭრობა. ჯერ კიდევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დროს ის ფლობდა კაფელ-მეტლახის და სხვა სამშენებლო მასალების მაღაზიას დიღომში. აქ გვიდასტურებენ, რომ მათი მფლობელი გავლენიანი ჩინოვნიკი აღარ არის. რა გითხრათ თქვენმა მეგობარმა სუსიდან რატომ წამოვედია? მე გავდივარ ხა მეჩქარება შეხება. სუსიდან რატომ წამოვედია? არ ვიცი, თვითონ მას კი ლილუაშვილის კადრები. მას პირადად რო შეხვდებით, თვითონ მას მითხარით. შემოყვა ბატონი გიორგი? არა, არაფერი არ ვიცი, მაგდაგვარი თვითონ თუ შეეკითხებით და ნახავთ თვითონ გაგცემთ პასუხი. სუსში მუშაობის პარალელურად გიორგი ღამბაშიძე ფლობდა არა მხოლოდ სამშენებლო მასალების ბიზნესს, არამედ სამშენებლო კომპანიასაც. ის კორპუსებს აშენებდა დიდ დიღომში. სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ღამბაშიძე კომპანია BMC გეზის 100%-იანი წილის მფლობელია. მოსაპეtkეთებელი და სამშენებლო მასალის ჰიპერმარკეტი 3500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. მიწის ნაწილი 399 კვადრატული მეტრი ღამბაშიძემ სახელმწიფოსგან 2022 წელს იყიდა. სუსის გავლენიანი ფიგურა, რომლის მოვალეობაც საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების კონტროლი იყო, პოსტიდან ისე გაუშვეს, რომ სხვა არც არაფერი შესთავაზეს. ჩვენი ინფორმაციით მას სერიოზული პრობლემები აქვს. არანაირი პრობლემა არ უნდა ქონდეს. დაკავშირებით. არანაირი პრობლემა გიორგის არ უნდა ქონდეს. არანაირი პრობლემა არ აქვს, იმიტომ რომ გიორგისნაირი სუფთა ადამიანი იშვიათი არის. მე ვიცნობ მაგმხრივ გიორგის და ვიცი რომ ესეთი რაღაცა გიორგისთან მიმართებაში თუ იცით შეხვედრაზე დაიბარა. ეგენი არ ვიცი, მე არაფერი არ ვიცი. და ფული მოიკითხა, რომელიც წაიღეო? ვერ გეტყვით, პირადად კითხეთ მას. ფული გახდა მისი სამსახურიდან გამოშვების მიზეზი, სუსიდან გამოშვების მიზეზი? არა, გიორგისთან ეგეთი რაღაც არ არსებობს. აბა, ხანაშომა რატომ გამოვიდა? ვერ გეტყვით. დოკუმენტების მიხედვით, გიორგი ღამბაშიძის ბიზნესი და ქონება გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში იზრდებოდა. ღამბაშიძე დეველოპერული ბიზნესის მფლობელიცაა. დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე ეს კორპუსი გიორგი ღამბაშიძის კომპანიამ შეპესე BMC გეზმა ააშენა. დოკუმენტების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ თავდაპირველად შენობის 7 სართულიანი პროექტი დამტკიცდა, თუმცა საბოლოოდ სუსის მაღალჩინოსნის კომპანიამ 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლი ააშენა. შაბათის ეთერს ადგილზე მომუშავე მუშები udasturებდნენ, რომ ღამბაშიძე ბიზნესის კეთების პროცესში პირადად იყო ჩართული. პრობლემა თავისო ბინაა და რავი მოვა ხელოსნებს ასატანი აიტას თვითონ აკეთებს ამას? კი, აბა მოვინაკეთ. გიორგი ღამბაშიძეზე გეკითხები. კი ბატონო, ხელოსნებთან მოდის ესაუბრება, აუხსნის რა უნდა გააკეთონ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს გიორგი საბედაშვილსაც. საბედაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის მარჯვენა ხელი და სანდო კაცი იყო. ის სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას წლების განმავლობაში იკავებდა. ისიც ლილუაშვილის გაშვებიდან რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. ბატონ გიორგისთან ვართ.
გიორგია გარცხოლა. მისი სახლია ქალბატონ და როგორ ცხოვრობს? ლელა ურუშაძე ბრძანდავით ხომასია ოჯახის წევრი. იცით რა გვაინტერესებს? უკაცრავად, ნახეთ რატომ გაუშვეს სუსიდან შეგვიძლიათ გითხრათ? სუსიდან რატომ გაუშვეს ქალბატონო? 2025 წლის 5 აპრილით დათარიღებულ ბრძანებაზე ერთი ხელის მოწერით ირაკლი კობახიძემ თანამდებობიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის 4 მოადგილე გაათავისუფლა. ერთ დღეში გადააყენეს ლილუაშვილის ახლო მეგობარი და სანდო კაცი ლევან ახობაძე. თანამდებობა დაატოვებინეს შენგელი ფიცხელაურს, გიგა ნიკოლეიშვილს და ლილუაშვილის პირველ მოადგილეს ალექსი ბატიაშვილს. ყველა მათგანი სუსში წლების განმავლობაში მუშაობდა. ბატონო გიგა! ბაშალეიშვილის ქუჩის 20 ნომერში მდებარე ამ კორპუსში ახლა ჩვენ ლილუაშვილის პირველ მოადგილეს ვეძებთ. გვინდა გავარკვიოთ დაიბარეს თუ არა სუსის შენობაში გამოკითხვაზე, რადგან სუსის მოქმედმა შეფმა ყოფილებზე თავად თქვა, რომ არსებობდა მათთან კითხვები, როგორ გაეპარათ ელიტური კორუფციის ფაქტები. ალექსი ბატიაშვილთან ვართ. გვერდზე გაქირავებულია და რუსები არიან. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ალექსი ბატიაშვილი ბაშალეიშვილის ქუჩის 20 ნომერში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე ამ ბინაში ცხოვრობს. მეზობლები გვეუბნებიან, რომ სახლი წლებია გაქირავებულია. მეორე უძრავ ქონებაში, რომელსაც ბატიაშვილი ცოლთან ერთად ფლობს, ესთეტიკური სალონია. ამიტომ სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის მოძებნას და კითხვების დასმას საგურამოში სიდედრის სახელზე გაფორმებულ აგარაკზე ვცდილობთ. საერთოდ უფროსი რომ მიდის მექანიკურად ხდება ყველა მინისტრი რომ მიდის მექანიკურად ყველა მოადგილე იცვლება. ჩვენი ინფორმაციით ბატონი ალექსიც დაბარებული იყო და კონკრეტულ თანხების მოთხოვნაზე იყო საუბარი. ამიტომ გვაინტერესებს. ვერაფერს, აი აბსოლუტურად ჩემი კონკრეტული პასუხი არის, რომ არის არაჩვეულებრივი ადამიანი, წესიერი, და ყველა ეგეთი წესიერი იყოს ამ მთავრობაში, შემდგომში, წინაშიც ყოფილიყო. გრიგოლ ლილუაშვილის კადრებისგან ძალოვანი სისტემის წმენდის პროცესი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ სრულდება. გრიგოლ ლილუაშვილის დასაყრდენი იყავით მთავარ პროკურატურაში. ძალიან ცდებით ამას რომ ამბობთ. მე ყოველთვის ჩემი ქვეყნის დასაყრდენი ვიყავი, ასე ვთვლი. ეს შოთა რიჟამაძეა, საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე. ძალოვან უწყებებში 18 წლიანი კარიერა მას შემდეგ დაასრულა, რაც გრიგოლ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილმა სახლში გაუშვა. შოთა რიჟამაძემ მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე 2024 წლის 20 აგვისტოს დაინიშნა და მისი გადადგომა დროში ემთხვევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გრიგოლ ლილუაშვილის გადაყენებას. ძალიან რთული ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს. შუაში არის თანამდებობა, რა შუაში არის ლილუაშვილის კადრობა. კიდევ ერთხელ გეუბნები. მას მე ვიმუშავე ძალიან ბევრ ადგილას, პროკურატურაშიც ბევრი ის გამოვიცვალე თანამდებობა. ჩემი საქმე ყოველთვის ჩემი საქმე იყო და არავის არ იყო დამოკიდებული არც ერთ თანამდებობის პირზე, მხოლოდ კანონზე და სამართალზე იყო დაყარებული. თუ ყავთ ჯეროვანი წყაროები, ახეთ მე არსად არ ვიმალები, არსად არ გავფრინავ. საერთოდ პრობლემა არ მაქვს, არც ბევრი ბინები არ მაქვს. იცით ეს თქვენთანაც. კი ბატონო. ამიტომ არანაირი პრობლემა არ მაქვს საერთოდ. ჩემი საქმიანობა ყოველთვის იყო სამართლიანი და კანონი. ასე ვთვლი მე. შოთა რიჟამაძე პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გადაიყვანეს. ის ლილუაშვილის ხელმძღვანელობის დროს სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი იყო. მისი დეპარტამენტი იკვლევდა კორუფციის ფაქტებს სახელმწიფო უწყებებში და ადგენდა ჰქონდა თუ არა ჩინოვნიკის მიერ ადგილი დანაშაულის ჩადენას. სუსის ახალი შეფი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ დასადგენია როგორ გამოეპარა პასუხისმგებელ უწყებას ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული. ამიტომ ნიჟერაძეს ვკითხეთ, უკავშირდება თუ არა მისი წასვლა ლილუაშვილის გაშვებას და მოუწევს თუ არა ყოფილ შეფთან ერთად გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა.
ამბობს ანრი ოხანაშვილი, რომ სუსი გამოსარკვევია როგორ გამოეპარა ასეთი კორუფციული სქემები. თქვენ ანტიკორუფციული ხელმძღვანელი ბრძანდებოდით. ელოდებით რომ კითხვებს თქვენს და გისვა მე. ჩემ საქმიანობასთან დაკავშირებით ნებისმიერ პირთან მზადავარო კითხვებს პასუხი გავცეთ თუ ასეთი იქნება. იკულებდა სუსი მიქაუტაძის საქმიანობას და გამორჩა როგორც ოხანაშვილი ამბობს. იცით რა არის ანტიკორუფციული სააგენტო და სუსი თავის საქმიანობით ძალიან ბევრ საქმეს აკეთებდა. ეხლა კონკრეტულად ვინდის საქმეს იკვლევდა, ხო წარმოგიდგენიათ იქ რამდენი ინფორმაცია იყო და რამდენი. და უნდა რიგეთი მოხელე ის თანამდებობის ნამდვილად არ შემიძლია და ვერ გიპასუხებთ ამაზე ვის საქმეს იკვლევდა და ასე შემდეგ. ელოდებით რომ დაგიბარებენ ასეთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ. სიმართლე გითხრათ არა, მაგრამ ნებისმიერ დროს გადავარ უპასუხო კითხვებს. მთავარი პროკურორის მოადგილე გვინდკიცებს, რომ პროკურატურაში ის ლილუაშვილის კადრი არ იყო. თანამდებობა კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა. მე რასაც გეუბნებით, ეს არის სრული სიმართლე. ცალსახად ვამბობ ამას. არასდროს არ ყოფილა არავის კადრი. ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ყველას კითხოთ. ბევრი ადამიანი. ხო, ჩვენ ხომ ზრდასრულები ვართ. ასე როგორ შეიძლება რომ ყველა ერთდროულად გადაწყვიტოს თანამდებობიდან წასვლა? ხომ არალოგიკურია. არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე პასუხისგებელი ვარ ჩემს გადაწყვეტილებებზე. მე ვერ გეტყვით ხვები რა შვებია. მე ჩავთვალე, რომ ძალიან სტრესულ გარემოში მიწევდა მუშაობა. ბრძანება ნომერი 184 ერთ-ერთი ბოლოა, რომელსაც ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 24 ივნისს მოაწერა. ქართული ოცნების მთავრობის მეთაურმა თანამდებობიდან კიდევ ერთი ლილუაშვილი გაუშვა. დაზვერვის ყოფილი შეფი და გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი გიორგი ლილუაშვილი, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ირაკლი კობახიძესვე ბრძანებით 2025 წლის მარტში დაინიშნა, არასრულ სამთვეში გაუშვეს. გრიგოლ ლილუაშვილთან ვარ და სახლში არიან თუ ეცეთ? არ გინახავთ ეს დღეები? კარების ხმა მისვლის ხო? დაცვა აღარ არის? არ ვიცი. უკავშირდება თუ არა სისტემური წმენდა ბიძინა ივანიშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს შორის დაწყებულ დავას და შეეწირა თუ არა დიდ ფულზე დაწყებულ გარჩევას მისი კარიერა. ლილუაშვილი შაბათის ეთერის კამერასთან არ ჩნდება. გიორგი ლილუაშვილთან ვართ? არ არის გიორგი სახში. უკაცრავად თვის ვესაუბრები? მე ძიძა ვარ და ვერ გაგიღებ კარებს. ქალთან როგორ შეიძლება დაუკავშირდეთ? მე არ ვიცი. არ ბრუნდება სახლში უკაცრავად? არა, სახლში არ არის, დილას მიდის. დილაობით მიდის და ვიან მოდის მერე. საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილსაც და ძალოვანი უწყების სხვა თანამდებობის პირებსაც ახლა მძიმე დღეები უდგათ. დაკავებებით ემუქრებიან ყველას, ვისაც სუში კომპრომატიდებს. ქართულ ოცნებაში ლილუაშვილ ღარიბაშვილის კადრებს კობახიძის კადრებით ცვლიან. კობახიძის მინისტრთა კაბინეტში ადგილს მხოლოდ 2 ძველი ფინანსთა და შერიგების მინისტრები, ლაშა ხუციშვილი და თეა ახვლედიანი ინარჩუნებენ.